de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. Hey! გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 229 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. წინა ეპიზოდი ყოფილა 228. შემეშალა, შეგვისწორეს სტატისტიკის მოყვარულებმა და ახლა კი აი მართლა 229 ეპიზოდი, ნამდვილი. ირაკლი ღარიბაშვილი დაიჭირეს. პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ყოფილ პრემიერს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა. ჩემი აზრით, მილიონს თავისუფლად გადაიხდის. და პრინციპში 5 წელსაც თავისუფლად მოიხდის. მაგარი კაცია ირაკლი. ღირსეულად ხვდება ყველა გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, ირაკლის იქ არაფერი მოაკლდება. ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ისაა, რომ ციხეში შევუგზავნოთ ფლეშკა, სადაც ჩაწერილი იქნება ჩვენი გადაცემა ღარიბაშვილის ტოპ 100 განცხადება. გაიხსენოს თავის განცხადებები. დააფიქრდეს. ღირდა ამ ყველაფრის კადრება. დაუფასდა. ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფო სასარგებლო ჩამოერთვება დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის შხრეეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა. მე რა მაინტერესებს იცით, რას ფული ჰქონდა ამოუღეს. მერე გირაო დააკისრეს და სახლი წაართვეს და ეხლა ეს მილიონი როგორ უნდა გადაიხადოს? ეს რიტორიკული კითხვა იყო. გადავ ხოლმე. როცა გირაო ჰქონდა შეფარდებული, ირაკლის პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. ახლა ციხეში რო გაუშვეს, პასპორტი დაუბრუნეს ნეტა. ირაკლი რუსთავის ციხეში შეასახლეს. პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან წაიყვანეს. გაჩნდა ლოგიკური კითხვა. რატომ ჩატარდა პროცესი დაჩქარებული წესით? ამაზე სასწაული პასუხი გასცა მისმა ადვოკატმა. ის რაც უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს. ჯობია დღეს დამთავრდეს, ვიდრე ზეგ დამთავრდეს. არადა იყო შანსი, რომ პროცესი გაჯანჯლებულიყო და ირაკლი მინიმუმ კიდევ 1 თვე ყოფილიყო გარეთ. მაგრამ ადვოკატს, როგორც ჩანს, 1 სული ჰქონდა ეს საქმე მოეშორები. განა პროცესის გაწელვა მერე გასაჩივრება სააპელაციო უზენა არა, დღესვე გაუშვით ციხეში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ასეთ სტრატეგია ჰქონდა. და ამაზეც სასწაული პასუხი გასცა ადვოკატმა. ციხეში 1 თვით ადრე წასული ადამიანი 1 თვით ადრე გამოვა. აი ეს იყო ადვოკატის არგუმენტი. რავი. ამ ლოგიკით ალბათ ნანობს, რომ ნეტა მაშინაც არ გადაგვეხადა ის გირაო, მაშინ რო ჩაესვათ, ახლა ხო 3 თვე გასული იქნებოდაო. პროკურატურა ღარიბაშვილის ფულის გათეთრებას ედავებოდა. იმედია, ოდესმე გავიგებთ მართლა რაზე დაიჭირეს. არა, განა ფული არ გაუთეთრებია, არ ვამბობ, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. რაზე დაიჭირეს? აი, არის საინტერესო. იმიტომ რომ დანაშაულის ჩადენა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბიძინამ დაგიჭიროს და მეთანხმება კალაძე. ბიძინას რა ეწყინა? ეგ მაინტერესებს, თორე ღარიბაშვილიც რომ დასაჭერია, გასაგებია. ეგრე ბიძინას დასაჭერია, მაგრამ არ იჭერს ბიძინა. გადავიდეთ ძალიან უცნაურ ამბავზე. კოცები უამრავი რამის გამო ყოფილან დასაცინებით და დასაჭერებით. დროში გაწელილი ტენდერები, კორუფცია, მეტროს ჭერები და სულელური კანონები, ოროტი კანონები. თუმცა აქამდე არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა კოცებმა რაღაც ინფორმაცია სპეციალურად მოგვცეს. აჰა, დაგვცინეთ და გაგვაკრიტიკეთ. მომავალში ამით ჩვენი დაჭერაც შეგიძლიათო. 25 დეკემბერს მთავრობის ვებგვერდზე ირაკლი ყობახიძის ხელმოწერილი განკარგულება საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა.
განკარგულებასთან ერთად დანართი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ბუნებრივ აირს ყიდულობს საქართველოს სანქციონირებული გაზპრომიდან. ჩანდა ფასებიც. აჰა, ნახეთ, წაიკითხეთ, როგორ დავდეთ ქვეყნისთვის ცუდი გარიგება რუსებთან. როცა შეგვიძლია აზერბაიჯანიდან მივიღოთო გაზი უფრო მომგებიანად. ეს ინფორმაცია იდო საიძე ფაქტობრივად. იდო ახალმა წლებმა ჩაიარა ბედობამ შობამ 13 იანვარს ანუ ინფორმაციის დადებიდან თითქმის 3 კვირაში ფორმულას ეთერში გავიდა ანონსი. ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად, სადაც ამ დოკუმენტების გასაჯაროებაზე იყო საუბარი. შეგახსენებთ, საიდუმლო ინფორმაციაზეა საუბარი. ეს ანონსი გავიდა თუ არა, მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სუს, არიქა გვიშველეთ, კიბერ შეტევა განხორციელდა 3 კვირის წინო და სუსმაც დაიწყო გამოძიება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება. პირველი რაც გაკეთა იყო ადმინისტრაციის თანამშრომლების დაკითხვა, ვინ ატვირთა დოკუმენტები, როდის ატვირთა, საიდან მოხვდა მათ ხელში, თუ ეს მათ არ აუტვირთავთ, საიდან მოხდა შეღწევა, ვის ინტერესებში შედიოდა. კაი, ხო, ახლა სერიოზულად. პირველი რა გაკეთდა? სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვის მიზნით პრევენციულად მედიის წარმომადგენლებს ასევე ცალკეულ პირებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. მოდი, ცოტა ხანსო გავჩუმდეთო, ამას დაარქვეს მყისიერი რეაგირება. ბავშვი იჯდა კომპიუტერთან, ამას ვერ იტყვიან ამ ეტაპზე, რადგან ბავშვს მაშინ ბევრი რამე უნდა დააბრალონ. მაშინ უნდა თქვა, რომ ბავშვმა გამოითხოვა საიდუმლო დოკუმენტაცია. რომლის ელექტრონული ვერსია არ არსებობდა, ბავშვს დათანხმდნენ, წაეღო ეს დოკუმენტები, მიეტანა მერე ადმინისტრაციაში, გაეკეთებინა ელექტრონული ვერსიები, აეტვირთა საიტზე, ანუ გნიდა ბავშვთან გვაქვს საქმე. კაი, ჩვენ არ ვიტყვით, რომ სანქციონირებული გაზპრომისგან ყიდულობთ რუსულ გაზს ცუდი პირობებით. აჰა, ჩუმადვალ. მე ხმას არ ამოვიღებ, რომ რუსეთს სანქციებისგან თავის არიდება შეეყაი. ამასობაში ირაკლი ყობახიძის მტკიცებით რუსეთისკენ კი არა, ისევ მტკიცედ მივდივართ ევროკავშირისკენ. ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. მივყვებით ამ გეგმას. შუალედური ანგარიში ჩაგვაბარა ირაკლიმ. ირაკლიმ ძველ ქართულ ანდაზას ბოლომდე დედა უტირა. ირაკლის შემთხვევაში ფიციც მაკვირვებს და ბოლოც მაკვირვებს. ირაკლი ყობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წელსაც არ მიიწვიეს. ამ წინადადებაში მთავარი სიტყვა წელსაც. შაშა რომ არ მიიწვიეს, მაშინდელი ოცნების ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ირწმუნებოდა, რომ ეკონომიკურ ფორუმში თავად არ იღებდნენ მონაწილეობას, იმიტომ რომ სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ. სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ. არა და ირაკლი მაშინაც არ მიიწვიეს. არა, შეიძლება სხვა პრიორიტეტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწვევაც არ მიუღია. დაემთხვა ეს ორი მიზეზი ერთმანეთს და ორი მიზეზი ჰქონდა. ანუ იგივე მიზეზით არ მივდივარ მეც, არც მიმიწვიეს, არც მინდა. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის კურორტ დავოსში ყოველწლიურად ტარდება, სადაც იკრიბება მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელიტა. 2022 წელს რუსეთი პირველად არ მიიწვიეს და წელს და შარშანკი ჩვენც მივყევით რუსეთს. უпростоრად წელს არ დაგპატიჟეთ, შარშანდელი არ დაპატიჟება, არ ითვლება, სხვა პრიორიტეტები მქონდა მაშინ. ჩემი აზრით წელსაც ჰქონდათ ქოცებს სხვა პრიორიტეტები, მაგალითად BBC-ს უჩივლეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მიმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. ამასობაში კი დაავიწყდება ხალხს. ეს აღარ უთქვა შალვას, მაგრამ ეს აღარ უთქვას, მაგრამ სახეზე ეწერა.
კოცები BBC-სგან ითხოვენ მასალის აღებას და მკაფიო ბოდიშის მოხდას. ეს არის პირველი შემთხვევა კოცების არსებობის ისტორიაში, როდესაც მაყუთს არ ითხოვენ. რავი, ჩამოატანეთ BBC-საც 300 მილიონი თქვენი რა მიდის? BBC 300, გომელაური 204. ნახოთ ძალიან საინტერესო პროცესი გველის. კოცებმა რაღაც მტკიცებულებები ხომ უნდა წარუდგინონ BBC-ს უდანაშაულობის დასამტკიცებლად. დარწმუნებული ვარ, მან გაირთყამენ ფეხში ახალ სკანდალებს, როგორც წილოსანს დაემართა ღარიბაშვილზე საუბრისას. ციტირებ: ღარიბაშვილმა რისკები გათვალა, მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი. ანუ კარგია რომ ჩუმად ჩაჯდა ციხეში და პირი არ მოაღოო, თორე ამოყრიდაო 1000 სიბინძურესო. აი ეს თქვა. კარგია ესა. ეგრე უნდა ეთქვა. გადავიდეთ განაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. კოკა-კოლა მოვსვათ ჯერ და უნდა ვისაუბროთ გრენლანდიაზე. რომ გვიხაროდა ტრამპს გრენლანდია დაავიწყდა თქო, სულ ტყუილად. დაიწყო თავიდან. რაში სჭირდება ამერიკას გრენლანდია? რა გეოპოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს? გრენლანდიის მნიშვნელობა რომ დავინახოთ, საჭიროა შევთანხმდეთ, რომ დედამიწა მრგვალია. ამაზე თუ ვერ შევთანხმდებით, გრენლანდიას როლზე საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ბრტყელ დედამიწაზე გრენლანდია არის არაფერი. კანადასა და ისლანდიას შორის მდებარე დიდი ყინულის ნაჭერი, ეგ არის. თუ შევთანხმდებით, რომ დედამიწა მრგვალია, მაშინ უკვე დავხედოთ გრენლანდიის მდებარეობას. მრგვალი დედამიწის შემთხვევაში გრენლანდია უყურებს პირდაპირ რუსეთს და ალიასკასთან ერთად ერთგვარ ფარს ქმნის. რუსეთისგან წამოსული ნებისმიერი რაკეტის დასანახად საუკეთესო პლაცდარმია. როგორც ჩანს, ტრამპი ფიქრობს, რომ დედამიწა მრგვალია, რაც შემთთვის ცოტა მოულოდნელობაა, სიმართლე გითხრათ. რავი, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ბრტყელი დედამიწის ჯეროდეს. პანდემიის დროს დონალდ ტრამპმა მეცნიერებს შესთავაზა ემუშავად იდეაზე ადამიანების ორგანიზმში შევიყვანოთო მათეთრებელი სარეცხის საშუალება. ციტირებ, სადეზინფექციო საშუალება, რომელიც 1 წუთში კლავს ვირუსს. 1 წუთში. და არის თუ არა გზა, რომ მსგავსი რამ გავაკეთოთ ინექციით შიგნით. აი ამას კითხულობდა. ამის შემდეგ ამერიკაში დაფიქსირდა მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა ამით. ვიღაცებმა ცადეს სადეზინფექციო საშუალება ლისოლის მწარმოებელ კომპანიას ოფიციალურ განცხადების გაკეთება მოუწია ხალხო, ნუ შვებით მაგალითად. ჩვენი პროდუქტები არ არის განკუთვნილი ადამიანის ორგანიზმში გამოყენებისთვის დაწერეს. მოკლედ, რავი, ასეთ კაც ბრტყელი დედამიწის რო არჯერა და გრენლანდიის მნიშვნელობას ხვდება, ცოტა ალოგიკური კი არის, მაგრამ დაუბრუნდეთ გრენლანდიას. რა თქმა უნდა, ამ კუნძულს არ აქვს მხოლოდ სამხედრო მნიშვნელობა, ის მდიდარია ბუნებრივი რესურსებითაც. ურანი, რკინა, თუთია, ტყვია, იშვიათი მინერალები. მოკლედ, ცოტა ფული თუ გიდევს, გრენლანდია უეჭველი საყიდელია. 1867 წელს გაზეთმა New York World-მა დაწერა: რუსეთმა გაწურული ფორთოხალი მოყიდა. უკმაყოფილო იყო ჟურნალისტი ალიასკის 7,200,000 ყიდვის გამო. 7,200,000 იყიდეს ალიასკა. არამხოლოდ ეს გაზეთი, ბევრი პატივსაცემი ამერიკელი აკრიტიკებდა ხელისუფლებას პოლარული დათვების ბაღი ვიყიდეთო და ასე შემდეგ. ხო და ახლა ხო სააცილოა პოლარული დათვების ბაღი. ახლა სხვა დროა. რამდენიმე დღის წინ ნიუსი შეხვდა, რომ სენტ ეტიენი უარს ამბობს ზურიკოს 13 მილიონად გაყიდვაზე, გაიგეთ? და გრენლანდიის ყიდვა, რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი. აქ თავარი კითხვა, გრენლანდიის ყიდვა რო არ გამოვა, მერე რას იზავს ტრამპი? ჩემი აზრით, სამხედრო გზით კუნძულის წაღების შანსი მიზერულია. ამ შემთხვევაში ნატო დამთავრდება და დამთავრდება ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაც.
სახელმწიფოები ნატოს ესწრაფიან იმისთვის, რომ რუსეთმა არაფერი დაუშავოს და თვითონ ნატოს წევრმა თუ წაგართვა ტერიტორია, კარგად ყოფილა საქმე. რავი. ალბათ რუსეთუმეებს ერთი სული აქვს, რომ ამერიკამ ძალა გამოიყენოს. მერე ნახეთ ტოლობის ნიშნების ფრიალი დასავლეთსა და რუსებს შორის. ამერიკა არ არის ოკუპანტი? მერე მეც დავგმობ იმპერიალიზმს ორივე მხრიდან. რა ვქნა? ახლა ჩვენ უყურებთ ამერიკული დემოკრატიის ყველაზე დიდ გამოცდას ისტორიაში. ხოლო ტრამპის გადასაწყვეტი რო იყოს, ალბათ ხვალვე აიღებდა გრენლანდიას, მაგრამ ჯერა რომ ამერიკული დემოკრატია მოთოკავს პრეზიდენტს და მის ტესტოსტერონს მიმართავს სწორი მიმართულებით. ვინმე ძალის გამოყენება თუ უნდა, ბიჭო, აგერ არ არის ირანი. დაეხმარეთ ამ საწყალხას. დაწყდნენ ადამიანები. 13 იანვარს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ ამერიკას დანია ურჩევნიათ. ანუ იმათ თვითონ გრენლანდიელებს. ჟურნალისტებმა ტრამპს კითხეს, რას ფიქრობ გრენლანდიის პრემიერის განცხადებაზეო და ტრამპმა არ ვიცი ეგ ვინ არისო, მარაო პრობლემები ექნებაო. პუტინს რო წითელი ხალიჩით ეგებები და იენს ფრედერიკ ნილსენს ემუქრები, რავი, ვერაა კაი ამბავი სამყაროსთვის, მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები. ჯერა რომ ბოლო სერიებში ტრამპის რისხვა მადუროებისკენ და აიათოლებისკენ მიემართება და არა კაი ხალხისკენ. თუ კი ტრამპს მართლა სამხედრო უსაფრთხოებისთვის სჭირდება გრენლანდია, ამ მიზნის მიღწევა ოკუპაციის გარეშე შეიძლება. კუნძულზე უკვე არის ამერიკული სამხედრო ბაზა და არავინ ეტყვის უარს დამატებითი ძალების განთავსებაზე. შეუძლიათ განათავსონ ყველაფერი, რაც გაეხარდება. თუ ბუნებრივი რესურსები უნდათ, მაგაზე შეიძლება სამხრივად სასარგებლო შეთანხმების მიღწევა. მოკლედ, არ არსებობს მიზანი, რისი მიღწევაც არ შეიძლება ოკუპაციის გარეშე. ბაზები გინდა გააქვს უკვე, დაამატე თუ გინდა. მინერალები გინდა ვილაპარაკოთ, როგორ მოვიპოვოთ. ჩინეთი და რუსეთი არ გინდა დაეპატრონო გრენლანდიას, კი ბატონო, შეიძლება დამატებითი ზომების მიღება. უბრალოდ ჩარზე ხარ, მაშინ ატაკებ. ასე დგას ამ წუთას საკითხი. ნახოთ რა იქნება, როგორ განვითარდება. ხშირად მესმის, რომ ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. ხო და რავი, ტექნოლოგიურად შეიძლება მართლაც საინტერესო დროს ვცხოვროთ, მაგრამ ზოგადად მე თუ მკითხავთ, მაგარ ყ***ში ვარ. ეგრეა. ესე რა. შეგზნების დონეზე ეგრეა. ახლა მთავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნა, ჩვენ სოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მარტო ერთი რამ ვიცი 100%-ით. ქოცები უნდა მოვიხადოთ და სასწრაფოდ დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. დავეწიოთ უკრაინა მოლდოვას ევროკავშირისკენ გზაზე, ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი ჯარი და გამოვიდეთ საერთაშორისო იზოლაციიდან. თორე ასეთ არეულ სამყაროში ძალიან სუსტები თუ იქნებით, არ გველოდება კარგი დღე. პუტინის იდეოლოგიურმა მამამ დუგინმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გააჟღერა. საქართველოს არ უნდა იყოსო დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგის დედას რო დუგინის და პუტინის ოცნების ასრულებისგან მხოლოდ უკრაინა გვიფარავს ამჟამად. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ უკრაინის იმედად არ ვიყოთ და ჩვენს ძლიერი სახელმწიფო გქონდეს, რისთვისაც ბიძინას მოშორება პირველი ნაბიჯი. ამას თუ ვერ გავიაზრებთ, ძალიან დიდ საფასურს გადავიხდით. სულ ეს არის დღეისთვის მინდოდა მე. შევხვდებით მომავალ შაბათს 2-ზე.